მამარდაშვილების ნაირებს მე მგონი ავიწყდებათ, რომ ის უდარდელი ცხოვრება, რაც ევროპაში აქვს, იმ ხალხის დამსახურება არის, რომელიც 2 წელია ქუჩაში დგას. თუ არა წავიდეს თავის ტავარიშ ფუტბალისტებთან რუსეთში და შეეკითხოს რუსული პასპორტით, რომელ ევროპულ კლუბებში თამაშობენ და მათი ნათესავებით თუ დადიან ეგრე ყოველდღე ტრიბუნებზე საგულშემატკივროდ ევროპის სხვადასხვა ქალაქებში. გრიშა ცაავას ქვეყანაში, რომელიც ფეხბურთელი იყო, ყველაფერი მიატოვა და აფხაზეთის ომში წავიდა საომრად, არ შეიძლება 30 წლის მერე მომავალმა თაობამ სბორნაია გრუზიაში ითამაშოს, იმიტომ რომ ეროვნულობის ამ ნაკრებს არაფერი არ გააჩნია. თურმე რეჟიმის ნაკრებს გულშემატკივრობა დააკლდა. და თქვენ სად იყავით, როცა ამ ხალხს არბევდნენ, სცემდნენ, ასახიჩრებდნენ და მოწყალოდ ციხეში სვავდნენ. გიორგი გორგაძე 19 წლის ბავშვი, რომელიც თქვენთან გერმანიაში ჩამოვიდა, რო ეგულშემატკივრა, ერთი სიტყვა არ ამოიღეთ მის დასაცავად. ესე იგი, ადამიანობა თქვენთვის არ ყოფილა პრიორიტეტი და ყველაფერი ფულში გაცვალეთ. ჯერ 30 მილიონი აიღეთ, ბოლომდე შეეძილეთ რეჟიმს, ოცნების ელიტას, შემდეგ რაღაც კონტრაქტები გააფორმეთ ქოცურ არქთან, რომ ბინები გაყიდოთ და გასაგებია. მე ნუ გაგიკვირთ, რომ ხალხი თქვენ მხარეს არ დგას და ყველაფერს ფულით ვერ იყიდით.